ზამთარი ტურისტული ობიექტებისთვის შესაძლოა კრიზისული იყოს. ბელისციხეში მარან მუზეუმ ნუმიში ტურისტებმა 20-მდე ჯავშანი გააუქმეს. მე-16 საუკუნით დათარიღებულ მარანს, სადაც სიძველე, ტრადიციული ნივთები, ქართული სამზარეულო და კახური ღვინო ხიბლავთ, ამ წელში არავისთვის უმასპინძლია. ტურისტული ობიექტის მფლობელ ნუნუ კარდენახიშვილის განმარტებით შესაძლოა უცხოელების ნაწილმა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაიფიქრა საქართველოში ჩამოსვლა და ჯავშნებიც ამიტომ გააუქმეს. კოლაფში ვიყავით ხომ პანდემიის დროს და ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, მაგრამ არც ერთი დღე ჩემი მარანი არ დაკეტილა მაინც. იმიტომ რომ ვიცავდით წესებს და სტუმარი ასე იყო თუ ისე მაინც მოდიოდა. დაინტერესება ის არის, რომ გაიცნონ ქართული ღვინის კულტურას, ქართულ სამზარეულოს კულტურას და ზოგადად საქართველოთი ძალიან დაინტერესებულები არიან მისი ლანდშაფტით, გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით და ასე შემდეგ. მაგრამ აი პანდემიის შემდეგ წელს რაღაცა მართლა გამოცოცხლება იყო, მართლა ძალიან მოიმატა ტურიზმმა, დიდი იმედები ჰქონდა რომ უკეთესად წავიდოდა, მაგრამ სეზონიც დამთავრდა და კოლაფში ვარ, ძალიან ცუდი სიტუაცია. არ ვიცი ახლა რამ გამოიწვია, სხვა დროსაც იყო დამთავრების შემდეგ, სეზონის დამთავრების შემდეგ ჩავარდნები, მაგრამ ასე სულ რომ დაკეტილი ყოფილიყო მარანი და დაინტერესება ნული არ ყოფილა. მე ვფიქრობ, რომ კი, რა თქმა უნდა, არსებულმა სიტუაციებმა ძალიან დიდი ცუდი ზეგავლენა მოახდინა ბიზნესზე, არა მარტო ტურიზმზე, ზოგადად ტურიზმზე და რა ვიცი, ალბათ შეიძლება რამე უკეთესობისაკენ, იმიტომ რომ ღმერთმა დაგვიფაროს სულ ცუდზე ვიფიქროთ. მე მაგალითად ოპტიმისტი ვარ და ძალიან მგონია, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და შეიცვლება.